მუდმივად შეიძლება ადამიანი გაოცებული იყოს. სამყარო, მაკრო, მიკროკოსმოს. ეხლა შეხედეთ ადამიანს, შეხედეთ მის ყოფიერებას, მის შინაგან სამყაროს. ანუ ადამიანი მუდმივად შეიძლება იყოს, ადამიანს მუდმივად აქვს მიზეზი განციფრებულობისა და რა თქმა უნდა, როცა ამას ემატება უკვე სარწმუნოებრივი ცხოვრება, ანუ მისტიკური ცხოვრება, ანუ საიდუმლო ცხოვრება, რომელსაც ამოხსნა არა აქვს ჩვენს მიწიერ რეალობაში. ვერ ამოუხსნით მას ვერასოდეს. ანგელოზებისთვისაც დაფარულია და ამოუხსნელია, მეტნაკლებად ცნობადი გახდა ეს საიდუმლოება, მას შემდეგ რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. ღმერთი განკაცდა და თავისი მისტიკური სხეულიდან, ანუ ეკლესიიდან დაიწყეს განსწავლა ანგელოზებმა, როგორც პავლე მოციქული განსაცვიფრებელ საიდუმლოებას გვიმხილს. აი ამ საიდუმლოების წინაშე ვდგავარ და არათუ ვდგავართ, არათუ შორიდან მაყურებლები კი არა ვართ ჩვენ ქრისტიანები, ისევ ქრისტიანებზე ვსაუბრობ. არამედ ამ საიდუმლოების თანამონაწილენი, ამ საიდუმლოებაში თანამონაწილეობის ღირს ვიქმენით ღვთის დაუჯერებელი კაცმოყვარები და მოწყალებით. აღმშენებელნი ვართ ამ საიდუმლოებისა, გესმით? ჩვენ აი ქრისტიანები, რომლებიც ეკლესიაში ვდგავართ. და ეს განცვიფრებულობა მუდმივი, განცვიფრებაში რო ხარ მუდმივი, შენში ბადებს მუდმივი მადლიერების განცდას. სულ მადლიერი ხარ, რომ ყოფიერება არის, რომ ღმერთი არის, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, რომ შენ გამოგირჩია, რომ შენ ეკლესიაში დაგადგინა, გესმით, რომ შენთვის მოკვდა, რამდენი ერთი რომ შეიძლება ითქვას და აქედან ერთიც კი საკმარისია, რომ აღფრთოვანებული იდგე და ამბობდე, დიდება და მადლობა ღმერთო შენ ყველაფრისათვის. დიდება და მადლობა ღმერთო შენ ყველაფრისათვის.